არ ვიცი ეს ღამე როგორ გავათენეთ, თავიდან ბოლომდე ვიყავი სისხლიანი, ეს თავი მქონდა, საიდანაც სისხლი მომდიოდა, ეს ყური კადრებშიც ალბათ რაც მქონდა ახეული, არც მეორე ყური იყო ნაკლებ მდგომარეობაში, კბილები ჩაფშნილი, ჩემი ზურგი აი ფოტოებშიც გადის ახლა, მქონდა 40-მდე ტყვია თავიდან ფეხებამდე მონახვედრი და შემდგომ უკვე სტატიაში დავწერე, რომ დღეს საქართველოში არის 37 წელი და მეც 37 ტყვია მესრულეს, მაგრამ ვერ მომკლეს მეთქი. ესეთი იყო ჩვენი ისტორია. მეორე დღეს არ გვეყო იმის ჭკუა, რომ ზოგიერთი ვინც ახლა ესე აკეთებს, რომ ერთი წკიპურტის გამო დაწვებიან და მთელი არასამთავრობოები და ჟურნალისტები მოყვან და საკუთარ თავს აპიარებენ, ამის მიუხედავად ჩვენ გაგვაღვიძა სიმწარემ, ბოღმა და ბრაზმა. მეორე დღეს მივედით, დიდი მადლობა მინდა უთხრა ობიექტივს ქალბატონ ირმა ინაშვილს, რომელმაც დავგითმო საეთერო დრო და სადაც პრესკონფერენციაზე გავაჟღერეთ იმ ღამეს ჩვენს თავს გადამხდარი ამბავი. მადლობა ასევე ირაკლი გედენიძეს, რომლის სიტყვითაც გაგვათავისუფლეს, თორე ღმერთმა უწყოდა იმ ავტობუსში ასვლის შემდეგ ჩვენი მესამე ეტაპი როგორ დასრულდებოდა დიღმის სამმართველოში. ეს იყო ჩემს თავს გადამხდარი ისტორია, რომელიც 26 მაისს მე პირადად ჩემს მეგობართან ერთად შემემთხვა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებას, მე ვიყავი წლების განმავლობაში ასავალი ჟურნალისტი და ვიყავი შავრაზმილად შერაცხული, იმიტომ რომ მართალი სიტყვა სადაც იწერებოდა ფიურერს ბატონ სააკაშვილს ეს არ მოსწონდა და ვიყავით აკრძალულები წლების განმავლობაში. ესეთი იყო ჩემი ამბავი.